პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მომავალი კვირის დღის წესრიგს დაამტკიცებენ. ბიუროს სხდომაზე ახალ ინიციატივებთან ერთად იმ კანონპროექტებსაც განიხილავენ, რომელიც პირველი და მეორე მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. მიმდინარე კვირაში კომიტეტები სასჯელის შეკრებითობის გაუქმება, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ლოტერიებისა და აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვის კანონპროექტს და ასევე ერთი და იმავე სასჯელზე მსჯავრდებული ადამიანების სხვადასხვა საკნებში მოთავსების შესაძლებლობას განიხილავენ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, დეპუტატები ამ საკითხს პირველი მოსმენით მომავალ კვირას განიხილავენ. მეორე კანონს ეყარა კენჭი პირველი და მეორე მოსმენით წინა სასესიო კვირაში და ამ კანონპროექტების დასრულება იქნება საკომიტეტო მოსმენების განხილვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც შეეხება სასჯელთა შეკრებითობის გაუქმებას, ეს აუცილებლად იქნება მომავალ კვირაში. უკვე მომავალ კვირის დღის წესრიგში ჩაჯდება საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნა მოგეხსენებათ, რომ დადებითია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას პირველი მოსმენით მიღებულია ეს კანონპროექტი.